الحمد لله الحمد لله الحمد لله نحمده ونستعينه ونستغفره ونعوذ بالله من شرور أنفسنا ومن سيئات أعمالنا من يهد الله فلا مضل له ومن يضلل فلا هادي له نشهد أن لا إله إلا الله وحده لا شريك له ونشهد أن سيدنا محمدا عبده ورسوله اللهم صل وسلم على سيدنا محمد وعلى آله وأصحابه أجمعين أما بعد فيا عباد الله اتقوا الله وأطيعوه إن الله مع الذين اتقوا والذين هم محسنون قال الله تعالى في كتابه الكريم أعوذ بالله من الشيطان الرجيم بسم الله الرحمن الرحيم إن الله لا يهدي من هو كاذب كفار صدق الله العظيم وقال رسول الله صلى الله عليه وسلم من غش فليس منا صدق رسول الله فيما قال أو كما قال ძვირფასო მორწმუნეებო უსაზღვრო მადლიერება უზენაეს ალლაჰს რომელმაც ჩვენს გულებში რწმენა და კეთილის სიყვარული ჩაგვინერგა დღეს მინდა ერთ მტკივნეულ თემაზე გავამახვილო ყურადღება ტყუილზე რომელიც ანგრევს და ანადგურებს ადამიანთა შორის ნდობას მეგობრობას და საზოგადოებრივ ჰარმონიას ტყუილი უხილავია თვალით მაგრამ ყველაზე მტკივნეულად აზიანებს გულებს იგი ჩუმად შემოდის ადამიანის ცხოვრებაში იწყება პატარა გამართლებით ემატება შემდეგ მეორე მესამე ნაბიჯი ბოლოს კი ისე ეჩვევა ადამიანი თითქოს ბუნებრივად იქცევა ყველაზე საშიში კი ისაა რომ ტყუილი ადამიანს თავის ავტორიტეტს აკარგვინებს მატყუარა ვეღარ ცნობს საკუთარ ნამდვილ სახეს და არც იმ სრულ სახეს რომელიც სიტყვებით შექმნა ტყუილი ადამიანს ორი ცხოვრებით აცხოვრებს ერთით რეალობაში მეორეთი კი მის მიერ მოფიქრებულ სიცრუეში ორივე მათგანი შინაგანად იწვევს დაღლილობას შფოთვასა და სიმძიმეს ტყუილს მოჰყვება ნდობის დაკარგვა ძალიან მძიმე შედეგები ჩვენ ყველამ ვიცით რომ საზოგადოებრივი ურთიერთობის საფუძველი ნდობაა ოჯახი სიყვარული მეგობრობა და თანამშრომლობა ნდობაზე დგას და აი ამ ყველაფერს ერთი პატარა ტყუილი ეყოფა რომ ნდობა სრულებით ჩამოიშალოს უზენაესი ალლაჰი ბრძანებს უეჭველად ალლაჰი არ დაადგენს ჭეშმარიტ გზაზე იმას ვინც მატყუარა და უმადურია სამყაროთათვის წყალობად წარმოგზავნილი შუამავალი მუჰამედი სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელემ კი ასე ბრძანებს ის ვინც გვატყუებს ჩვენიანი არაა როგორც ჰადისები გვამცნობს ტყუილი ფარისევლობის ერთ-ერთი ნიშანია ხშირად ადამიანები ამართლებენ საკუთარ თავს ერთხელ თუ ვიტყვი რა მოხდება მშვიდობისთვის ვამბობ აბა რა ვქნა სიმართლე ეწყინებოდა და სხვა მაგრამ კარგად უნდა გვახსოვდეს რომ სინამდვილეში ტყუილი ვერაფერს მოაგვარებს მხოლოდ დროებით გადამალავს პრობლემას რომელიც ადრე თუ გვიან აუცილებლად იფეთქებს ბევრად უფრო მძიმე ფორმითა თუ შედეგებით ტყუილით ნადგურდება ბავშვების მომავალი ისინი ყველაფერს ჩვენგან სწავლობენ საუბარს ქცევას დამოკიდებულებას თუ ბავშვი ხედავს რომ მშობელი იტყუება მისთვის იგივე საქციელი
ბუნებრივი ხდება. ურთიერთობები ტყუილით არ შენდება. ოჯახური სითბო ტყუილით ვერ შენარჩუნდება. ოჯახში ტყუილით იწყება ბზარი, რაც ბოლოს გულების დაშორებით მთავრდება. ტყუილი უარყოფი და დაისახება ჩვენს სამუშაო და სავაჭრო ურთიერთობებშიც. მორწმუნე ადამიანის სიტყვა არის გარანტია, ხელის ჩამორთმევა არის ხელშეკრულება, სიტყვის მიცემა კი დაპირება, რომელიც აუცილებლად უნდა შესრულდეს. ასეთი მოქცევა არის ადამიანური და მორალური ვალდებულება. სამწუხაროდ, დღეს სამსახურში, ვაჭრობაში ტყუილი ძალიან გავრცელდა. ძალიან ბევრი ვაჭარი უხარისხო საქონლის მოტყუებით გასაღებას ცდილობს. ზოგი სიტყვას არღვევს, დაპირებას არ ასრულებს, ტყუილზე იფიცება. გვახსოვდეს, თითქოს მომგებიანი ტყუილი სინამდვილეში დამანგრეველია. შესაძლოა ახალი შემოსავალი მოგიტანოს, მაგრამ მას ბარაკა არ მოჰყვება. დავფიქრდეთ, აბა, ამ დროს რა უფრო მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რაოდენობა თუ ბარაკა. სიმართლე კი სინათლეა. სიმართლე შეიძლება ჰქონდეს დროებითი სირთულე, მაგრამ საბოლოოდ ის ადამიანს აძლიერებს. სიმართლე გულებს გვისპეტაკებს, ამაყად გვატარებს, ჩვენს ცხოვრებაში ბარაკა შემოაქვს. იმამი შაფიғი ამბობდა, ვის გულშიც სიმართლე დაისადგურებს, ალლაჰ იმას ისეთ გზას გაუხსნის, როგორცაც თვითონაც კი ვერ წარმოიდგენდა. მაშ როგორ შევებრძოლოთ ტყუილს, ძვირფასო მორწმუნეებო? ვიდრე რამე სიტყოდე, დაფიქრდი ერთი წამით, ჰკითხე საკუთარ თავს, აი რასაც ახლა ვიტყვი სიმართლეა? თავისუფლად თქვი სიმართლე, მაგრამ კეთილად, რბილად გამოთქვი, სიმართლე უხეშობა არ არის. საუბარში აბსოლუტურად გამორიცხე პატარა ტყუილიც კი, მცირე ტყუილი მხოლოდ ეშმაკის გამოგონებაა. იყავი შინაგანად მშვიდი, მართალი საკუთარ სინდისთან, გულწრფელობა იწყება საკუთარი თავისთვის სიმართლის თქმით. სიმართლის კულტურა დანერგე ოჯახში, ბავშვები მშობლებისგან ღებულობენ მაგალითს. ძვირფასო მორწმუნეებო, ტყუილი არის სიბნელე, მძიმე სენი, ალლაჰის მიერ აკრძალული ჰარამი ქმედება, რომელიც ადამიანის სულში ნელ-ნელა იდგამს ფესვებს და კლავს სითბოს, ნდობას, სიყვარულს. ტყუილი ადამიანს ალლაჰის წყალობას აშორებს. მოვიშოროთ ტყუილი ჩვენი ცხოვრებიდან სამუდამოდ. გავაძლიეროთ სიმართლე ჩვენს სიტყვაში, საქმეში, ოჯახში და შვილების აღზრდაში, რადგან სიმართლე არის სინათლე, რომელსაც ალლაჰი თავის მორჩილ გულებს ანიჭებს. ალლაჰმა შეგვაყვაროს მართალი სიტყვა, დაგვიფაროს ყოველგვარი ტყუილისგან, გაგვიხადოს გულების სუფთა, გულწრფელი და სინათლით ახსავსი. ელა ინ ახსანელ ქელამი ვა აბლაღ ნიზამ, ქელამულლაჰილ მელიქილ აზიზილ ალლამ, كما قال الله تبارك وتعالى في الكلام وإذا قرئ القرآن فاستمعوا له وأنصتوا لعلكم ترحمون. بسم الله.